ექვთიმე კერისერიძე ამბობს ასეთ ოქროს სიტყვებს. თუ ადამიანმა კილო არიცი, ანუ მარტივი სადა ღერძი, გამშვენებას ვერაფერს გაუგებოდა, რას გულისხმობდა ახლა ის ამაში. ასე ვთქვათ, ეს თვითონ წმინდა ექვთიმეს სხვას დაემოწაფა და რა თქმა უნდა იმან იცოდა ეს ძველი მგალობლებისგან. აი მაგალითად ჩვენთან ათვლის ცენტრი რო არის ძევით, ეს ყოველთვის მაგალითები და დასკვნები უნდა გამოვიტანოთ სადა კილოს ვარიანტებიდან. აი მაგალითად რო ამიღოთ ასეთი სასაგალობელი ანგელოზი ღაღადებს სიტყვაზე. ორი მუხლი რო ავიღოთ. აქამდე. ნახეთ ახლა ეს საგალობელი რო ავიღოთ ასე ხო და თუ ამას ბანიდან თუ დავიწყებთ ამის ანგარიშს და ანუ თუ ბანს ჩავაყენებთ კილოს განსაზღვრის ფუნქციაში წამყვან ადგილს მივანიჭებთ. ნახეთ როგორი რამეა. გელათის სკოლის სასადა ვარიანტში ეს საგალობელი იზღება ბანში კვინტაში. რაც შეეხება ქართკახურს, აქაც მსგავსი ამბავია. ეხლა რაც შეეხება გელათის გამშენებულსა და ეგრეთ წოდებული შემოქმედის კილოს ტრადიციაში. დაიწყო ის სი ბემოლიდან ოქტავაში. ვიმეორებ, სადა კილოში დაიწყო კვინტაში, გამშენებულში დაიწყო ოქტავაში. განა ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ შემთხვევაში მი ბემოლ კილოსთან გვაქვს საქმე და მეორეში სი ბემოლ კილოსთან, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. აქ საქმე გვაქვს ხმათა შეწყობის განსხვავებულ პრინციპებთან. ერთ შემთხვევაში კვინტაში შემოდის ბანი, მეორე შემთხვევაში ოქტავაში შემოდის. შემოქმედის სკოლის საგალობლებში ხშირად და გელათის სკოლის გარკვეულ საგალობლებში ასეა. ბანი შემოდის ხოლმე ნონაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სი ბემოლთან, როდესაც ბანი ქვევით არის ლა ბემოლზე, ლა ბემოლ კილო გვაქვს აქ ჩვენ, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ეხლა მაგალითად იგივე კარგად რო ავხსნათ, კიდევ აი ქრისტე აღდგა რო ავიღოთ. ქრისტე აღდგამდრეთით. ეს საგალობელი გვაქვს კვინტის ჰარმონიზაციაშიც, გვაქვს ოქტავაშიც, ქრისტე აღდგამდრეთით და გვაქვს ქრისტე აღდგამდრეთით. ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ ბანის მივიღებთ კილოების ზემნა აბსურდში ჩავარდებით. ხან ფა კილოს მივიღებთ, ხან დო კილოს მივიღებთ, ხან სი ბემოლ კილოს მივიღებთ. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. და არც შეიძლება რომ იყოს ასე. ვინაიდან ეს ხო სამების პრინციპზეა. დამყარებული სადაც ზედახმაში გადის ძირითადი კანონიკური ღერძი და ჰანგი. ის გვანიშნებს ჩვენ საიდან უნდა მიდიოდეს. ანუ ზევიდან მოდის, ვერტიკალი მოდის ზევიდან. ეს იმას არ ნიშნავს მეორე და ბანი, ასე ვთქვათ, მეორე ხარისხო ერთი მთლიანის სამია, სამებაა. დებით ის ერთიც მარტო პირველი ხმა ამ მეორისა და მესამის გაუთვალისწინებლად არ არსებობს. იმაში ასახულია უკვე ნაგულისხმებია მყისიერად მეორისა და ბანის არსებობა. იმიტომა ეს დალოცვილი სამქმენობა ჩვენი მუსიკალური აზროვნების, ესე ვთქვათ, უდიდესი მიგნება. ერთისა და სამის პრინციპია. და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კილოს ღერძისა და კილოს საყრდენი ფუნქციის ძიება ქვევით. არაფერ შეიძლება. და ამიტომ საყრდენებიც აუცილებლად ზევით არის. რასაც ხატყობს მუსიკალური მეცნიერებაც. დაიწყებ კილოს ძებნას ქვევიდან, ვერანაირ შედეგზე რომ გამაგალითად მოდულაცია გინდა მოახდინო. დაუშვათ. ხო? ზევიდან საყრდენი აქ მქონდა, ხო? პირველ სამეხური და აი მაგალითად კარტკახური რო ავიღოთ.
მამოდულირებელი ბგერა გაჩნდა, საფეხურმა ჩამოიწია ქვევით, ანუ საყრდენი ჩამოიწია ქვევით. პირველი საფეხური ხო იყო, მე ისე ესეც პირველი საფეხური გახდა, ოღონდ ერთი საფეხური ქვევით. იგივე ამბავე, როდესაც ძევით რო ავდივართ. ვისწარს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ. იგივე წავიდა ზევით. ხო? იგივე ეს გავაკეთოთ ისევ კახური როჟემერის ამბავში. წავიდა ზევით. ანუ აზროვნება ერთი და იგივეა, ოღონდ მათ შორის არის დიდი სხვაობა, არის დიდი მსგავსებაც. აი ეს არის დაახლოებით რაც შეიძლება ვთქვათ მოკლედ ამ ეტაპზე.